ჩვენ ვართ GU სტუდენტები და ჩვენ GU სტუდენტები ვავრცელებთ ქართულ ხმას სოფლიოში. ჩვენ მიყავით ბრატისლავას ეკონომიკის და მენეჯმენტის უნივერსიტეტში Erasmus+-ის გასვლის პროგრამით. როგორი იყო ბრატისლავაში სწავლის გამოცდილება? ანუ ბრატისლავაზე ხა დიდი წარმოდგენა მე პირადად ესე არ მქონდა. ნუ ახლა ევროტურიდან ვიცოდით რაღაც მონაკვეთი, სადაც იძახდნენ აი რაღაცა აუსად მოხდითო. ინგლისური იცით? მე კიდე ვიღაცას რო ვეუბნებოდი რომ აი ბრატისლავის გასვლის პროგრამით მივდივარ, რომ ბრატისლავა კაცო 10 წლის წიანდელი საქართველოა, მაგრამ აი მართლა არ იყო ეგრე და ესეთი წარმოდგენით რომ წავედით ახლა ცოტა დაშინებულები რომ აი არ ვიცით ახლა ნუ ისეთი მოწესრიგებული ქვეყანა დაგვხდა რომ მე და მოლოდინებს გადააჭარბა ბოლო დონეზე. აი ხო, აი ეს პირველი ორი კვირა დავდივით ესე გაგიჟურა. ეს სად ვართ? საცობი არ გვინახავს სამი თვე, საცობი არ იყო. საცობი არ იყო. რაღაც სამ მანქანაზე მეტი ქუჩაში არ დადიოდა. მე არასდროს არ მეგონა რომ გასვლის პროგრამაში ამარჩევდნენ მით უმეტეს პირველივე კურსზე, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ რაღაც შეუძლებელი იყო ჩემს, მაგრამ პირიქით GU-მ ხელი შემიწყო რომ პირველივე კურსზე გავეშვი გასვლის პროგრამაზე. და ჩემთვის მოულოდნელი იყო მაგალითად, იმიტომ რომ პირველ კურსზე თითქმის არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ აქვს გასვლის პროგრამა მით უმეტეს Erasmus+-ის. კი და ნუ ესეც შესაძლოა რომ მომესვა პირველივე კურსზე ძალიან მიხარო და ის მარტო. რომ პირველივე კურსზე მიდიხარო და მეთქი კი. კი და ჩვენ იქ ჩავედით, ყველაზე ესეთ პატარები ვიყავით, პირველ კურსზე მარტო ჩვენ ვიყავით. პირველ კურსზე ჩამოხვედი, მეთქი კი. რა პატარები ხართ და მე პირველ კურსზე ჩამოვედით უკვე გაცვლითით და სხვათ შორის უცხო ხალხთან კომუნიკაციაში დამეხმარეთ ძალიან და ანუ ძალიან განმოვითარა როგორც ადამიანი მაგ მხრივ რომ აი აღარ მაქვს ეგ დაბრკოლება რომ აი მაგალითად უფროსთან მივიდა იქ გამოვესაუბრო მე სხვასთან მივიდა იმას გავესაუბრო რაღაცა გავაზიაროთ კონტაქტები და ანუ ეს ისეთი კარგი გამოცდილება იყო რომ აი ახაც რო ჩამოვედი ძალიან მიხარია რომ ესე თავისუფლად ვარ უფრო გავიხსენი რაღაცა მორცხვად აღარ ვარ ნუ მოკლედ მარტო გაცნობაც არ იყო პირიქით საქართველოში უეპატიჟებოდი იქ ვისაც დაუმეგობრდი ჩინელები გერმანელები რავი უკრაინიდანაც მეუბნებოდნენ მოვდივართო და თურქეთი კიდე აქ არის და გადმოვალე. ვიდა ფეხით გადმოვალე. პირველი უნარი ალბათ ის რომ დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლეთ ასე თუ ისე ამ 3 თვის განმავლობაში. ასევე გუნდური მუშაობაც ვისწავლეთ, მაგალითად განაწილებული გქონდა მე და ჩემს roommates ხელსაფუნქციები, რომ მე თუ საჭმელს ვაკეთებდი, ის რეცხავდა, მე თუ რაღაცა იატაკს ვხვეტავდი, ის სარეცხს ფენდა და ესე რომ გადავინაწილეთ, ძალიან კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს და ახალი კომუნიკაციების დამყარება მაინც უფრო ალბათ ეგეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რაც ჩამოგვიყალიბდა. წამოს ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ მაინც ახალი ჩასული რო ხარ და არ იცი სად უნდა წახვიდე, სად რა უნდა გააკეთო. აი ეს მიჩვევის 1-2 კვირა არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა. Erasmus-ის მეგობარი, რომელიც არასდროს არ დამოიწევა, ჩემი უსაყვარლესი roommate კაროლინა, პორტუგალიელი გოგო, რომელთან ერთად 3 თვე გავატარე ისე რომ არ ვიცი მე სიცილკისკიში, ნუ ერთ-ერთ იმაზე ნერვიულობდით, რომ ეს რაღაც ჩუმი საათი რო იყო დონში, ეგ იყო ჩვენი პრობლემა, რადგან სულ ხალისოდით. მე ამათან შევდიოდით ხოლმე ოთახში. მე მყავდა თურქი roommate. ჩემზე იყო 5 წლით დიდი, მაგრამ ძალიან ჯიგარით იყო. ძალიან კარგად შეხმატკბილდით ყველანი ერთად ესე. ამ თინათინის roommate და მე და ჩემი roommate სულ ერთად ვიყავით ხო? ჩვენ ვიყავით ერთი ესეთი ჯგუფი, შეკრული. კი. ძალიან სახალისო იყო და აი მართლა ერთი სული მაქვს, ეხლა ერთი სული მაქვს, როდის ჩავაკითხავ კაროლინას და როდის ჩავამაკითხავ კაროლინა აქეთ, იმიტომ რომ კი, სხვათ შორის ეგრე მე ვუყურებდი ფრენებს, რომ აი როდის როგორ აუცილებლად უნდა ჩაერთო. აი კიდევ კარგი, სულ მაგას ვთქვი, რომ აი კიდევ კარგი ტემუ შემხვდა ერთხელ დერეფანში და უბრალოდ მითხრა, რომ ბრატისლავის გასვლის პროგრამაა და მე მეც მომინდა და კაი მეც ვთქვი, ახლა რა მიდის ჩემი თქო და აი ისე მიხარია რომ ბოლომდე გავაკეთე ყველაფერი და მართლა ჩავდე სული და გული ამ პროგრამაში და რო წავედი აი მართლა თან ვინანებდი ალბათ აი ხო რომ მენახა ეს სტორიზები და თან ვიცოდი და უბრალოდ რო არ ვცადე აი მაგას ვიქნებოდი ძალიან ნაწყები მეც რომ მეფიქრა რომ მე არ გამომივა კაცო შანსი არ არის მე რომ გასვლის პროგრამაში წავიდე და მონაწილეობას სულ არ მიმეყო ვინანებდი